მოგესალმებით, მეგობრებო. ისევ და ისევ დეითუბანა ჩართეთ, არ შეგეშალათ, ვინც რამეს მიირთმევთ, გამოთ. ჩვენ ვიმყოფებით ისევ და ისევ -1 ბარში და დღეს გვესტუმრნენ ტასო და გიორგი. გამარჯობა. როგორ ახართ? შესანიშნავად. ჩვენივად. ძალიან კარგი. მოდით დავიწყოთ ბარემ და მომიყევით, ვინ ხართ, რა საქმიანობთ, რა შვებით და ეს რა არის? კაი. შამი. გროშამის დავწერა. მე ვარ გიორგი. მე ვარ ფოტოგრაფი, ფირის. და ძალიან ბევრ რაღაცას მივედმოვედები. ასევე რეჟისორიც ვარ. რეჟისორი. წინა წელს გადავიდა პირველი ფილმი. უფრო კინოსკენ მინდა რომ წავიდე. ოკეი. შეგიძლიათ თქვა რა ფილმია? direct/or. კავია პლუსზე დარელიზდება წელს. ლაპარაკობს ინგლისურად. Yes. ხო და კიდე მსახიობობაც გამომივიდა ამ ყველაფერში. იმავე ფილმში ხარ იყავი? იმავე ფილმში ვიყავი მსახიობი ასე. რეჟისორიც, მსახიობი, გადამღებიც, ედიტორიც, გაფერიც, საუნდზე მყავდა ხალხი, რამდენიმე მსახიობი. ძალიან კარგი. ეგრე გამომივიდა. ანუ რეჟისურაზე კინემატოგრაფიაში. თორე ისე რავი რაღაც. რამეს ხوار გეკმავ გადაღებას? კი, მინდა გადაღება, ამ ზაფხულს ვაპირებ ბორჯომში ჩემ მეგობრებთან ერთად გადავიღო რაღაც. როგორ სტილს იღებ ხოლმე? ანუ ფსიქოლოგიური, ფსიქოდელია. შეიძლება ეგეც, მაგრამ უფრო ფსიქოლოგია და ფილოსოფია. ოკეი. ფილმების გარდა, კინემატოგრაფიის გარდა და ფოტოგრაფიის გარდა კიდევ სად მოედები, როგორც შენ თქვა? კიდე ონლაინ ბიზნესი მაქვს. კრიპტოვალუტები. ნო, ისე ფირის კამერები. დააწყაპეთ. და კიდე რავი, ახლა ისე გამოვიდა რომ ონლაინ ლექტორი ვარ მუსიკის განხრით რაღაც სასწავლებელში. ანუ მუსიკოსიც ხარ? არა. უბრალოდ ასწავლი ხალხს, ხო? ხო რა. მე ვიცი. ჯიგრება ეს როგორ ჩავრთო? ეგრე ვარ, ნაწილობრივ ეგრე ვარ. ოქტავებს იქით არ მოგწევ. DJ-ის აპარატურაზე რო. პროდუქციონი არა. სკრეჩინგს რო აკეთებ პირით, ანუ. უფრო ზოგადი ის იყო თეორიული ნაწილი, მაგრამ ხო არა. რას ასწავლე? მუსიკის თეორია რა. ანუ მიკროფონი ასე უნდა დაიჭიროთ? არის ოქტავები, რიტმი და ასე. ანუ გააქვს რაღაც განათლება? ესე რა, უბედურება. კაი. ეგრე. ოკეი. გასაგებია? მენე და ის თვითონ არ მაქვს, მაგრამ ძალიან. რანაირად ასწავლე? ეგრე. ატყუებდი ხალხს? ხოდებით მივედი მან და სახეზე მოვეწონე და. ან ვიღაცა ტიპი არის და ანაწილებს ეგრე? შენ ხელოსნობა ასწავლე, შენ მუსიკა ასწავლე. მართლა? ძალიან კარგი. მიმიყვან ერთი მაგრამ. რამე რა შეატარე. ხო, რა იცი, რა ვიცი. მეიქაპის კურსი. აუცილებლად კი. ტასო, შენ მოგვიყევი, ვინ ხარ, რა საქმიანობ და ასე? მე ტასო ვარ. ტასო მესხი. ამჟამად არაფერს ვსაქმიანობ, ცოტა ხანი უსაქმურობას მივყევი. ისე ტანსაცმლის დიზაინს ვსწავლობ პერიოდულად, როცა ხარ მეზარება. სხვა საინტერესოს დიდად არაფერს არ ვაკეთებ ამჟამად. ძალიან მაგარია. სად გიმუშავი? ყველგან თითქმის ალბათ უფრო ონლაინ გაყიდვების და მარკეტინგის სფეროში. TikTok live-ებს აკეთებდი? არა. ეს ღირს 25 ლარი. არა, მაგას. ეგეთ გაყიდვებში არა, უფრო რაღაც პროდუქციის კომპანიებთან და ასე შემდეგ. ოკეი, გასაგებია. შენ კერავდი კიდეც? ხო, ეგ ვისწავლე ტრაკეროს და მოდელირების კურსები. შენს ქსელს აპირებ ამ ტასაც? ჩემი ხაზი მინდა კი აღონ რაღაც ხო, ეგ გავიხსენე, ხაზია, ქსელი თქვი და. ხო, ხაზი მინდა. სახელს რას ფიქრობ? მესხი. მესხი? რა ორიგინალურია. ია, ძალიან. არა, მართლა კარგია, ხო, წარმატებებს გისურვებ შენს და შენს. მადლობა ძალიან. ახლა მაინტერესებს თქვენი dating pool-ი. ხო, ანუ date-ებზე რამდენ ხშირად დადიხართ? ბოლოს როდის იყავით? სად დადიხართ? ვისთან დადიხართ? რატო დადიხართ? ანიშვიათად. და თან უცნაური date-ებიც არ მაქვს ხოლმე სტანდარტულად ჩვეულებრივი date-ები. ნუ მე შეიძლება გაგრძელოს, შეიძლება არა, მაგრამ ოკეი, ბოლოს როდის უცნაური არ მაქვს. ბოლოს date-ი
შინწი. აი მაგდენი ხნის წინ რამდენი ფიქრიც დამჭირდა. აჰა. ერთი თვის წინ. ხო, ალბათ 2-ის. დაუშვათ ვიღაცა ლაშა, რა ვიცი. ხა, მაშინ 3-ის. ლაშა იყო 3 თვის წინ. ოკეი. კაი, სად იყავით? როგორ გაიცანით ერთმანეთი? ძირითადად საავახშმოდ დავდივართ ხოლმე მშვიდ წყნარ გარემოში. იმას ცოლი არ ახდა, ეხა არის ხო, ანუ ჩვენ ყველა ვიყავით. ჩვენი მხრიდან ყველა იყო. პატარძის მხრიდან ყველა იყო. ხო. ოკეი. რამე ისეთი დეითი ხარ გქონია რაღაც უცნაურ ადგილზე რაღაც, რა ვიცი. არა. არა, ხო, არა, აი გვახსენეთ რაღაც რომ უცნაური რაღაცები არ მემართება ხოლმე ძირითადად. ანუ რესტორნის და კაფეს გარდა. ფილმები და სტანდარტული დეითები რაც არის რაღაც განსაკუთრებული ვიღაცასთან დეითი რო გქონდა, ვიღაცასთან დეითი რო გქონდა, მე გაგრძელდა ეგ ურთიერთობა? გაგრძელებულა კი. ხო. რამდენი? როგორ? ხო, როგორ? რამდენი ხანი არ ვიცი, რა, შეიძლება ერთი კვირა, შეიძლება ერთი თვე. რამდენი ხანი არ ვიცი. მაგის მერე, ხო. დღეს მაგის მერე მეორე დეითსაც ხომ მნიშვნელობა აქვს, შეიძლება პირველ დეითზე არ ჩანდეს ისეთ რაღაცები, რაც მეორე დეითზე დაინახო და მეორე დეითზევა დაასრულო რაღაც. ამიტომ არ ვიცი. შეიძლება ლაქა აქვს დიდი წელზე. მეორე დეითზე წელს არ ვუმოწმებ ხოლმე, მაგრამ არა. მე რატო შემო. მესამე მეოთხეს. თხოვნები შეგვიძლია ხოლმე ხო? შენ გითხარი? მე აქამდე თითქმის არ დეითობდი და ეს ბოლო წელს უფრო რაღაც გააქტიური. Just for fun. რა ისეთი. ბოლოს სად იყავი, ვისთან იყავი, როგორ გაიცანი? უმეტეს Bumble-ით. რაღაც ყავში რო ვარდებ, ისეთი ხმა Bumble-ით. Yeah. და just მე მაგრამ მიყვარს ის რაც უცნაური ადგილების ნახვა ქუჩების, მიტოვებული ადგილების. მიტოვებული რა, არა ხალხმა, არა განი არა. ერთი მაგარია მეშვიდეში. მაგრამ ხო, უმეტესად ხო რა, რაღაც საყვარელი იტალიური ეზობი და რაღაც ეგეთი. აი დამეჭდი ვიღაცა გოგოსთან ბამბზე. ხო. როგორ დაიწყო დიალოგი? როგორ დაიწყო? გააჩნია ხო, მე არ ვიცი. გააჩნია რა კონკრეტულზე გემოვნები. ხო, კონკრეტული. ვიღაცა ნანასთან, რა ვიცი. ერთმა ჩამიგდა, ნახე ბავშვობაში მეც ხონდა ესეთი. ვაგი დაიწყო საუბარი. მე მაგას ბევრი რაღაც დაიწყო ხო მე, მაგრამ ხო. ან ფოტო ჩაგიგდა? ხო, ეგ ჩამი ბავშვობის ფოტო. მე დავასტიკერეთ და რაღაც. ოღონდ ძალიან მუდო სახე ქონდა მან და ესე შეხვდით მერე? არა. რატო? დაიცა. ერთი წამი. ასე ფიქრობს ხოლმე. კარგია, ფიქრი ხდება ბიც. არ მახსოვს რატო არ შევხვდი. ვერც არ მახსოვს. უბრალოდ არ მოგეწონა. არა. და ვისთან შეხვდი? გაფრინდა. ხო, გაფრინდა მგონი. ფიზიკურად? ჩვენთან არის, ხო, ჩვენთან. ამი. ქუჩაში კი ესა იღებ ხოლმე ხა? კი, ბოლო დროს დავიწყე, უფრო რაღაც ძალიან შეჩერებული მქონდა რაღაც პროცესი და ეხლა ძალიან ბევრი არ გეუბნებიან ხოლმე, გადი იქ. არა, დავამოყავ მე ეგ რაღაცნაირად, რომ აი ვითომ რაღაც თვალს რო აშეშებ ხო იცი რაღაც infinite focus-ზე და ვითომ მაგას რო არ უღებ და მე მანდ რო ტოვებ თვალს, ეგ მაგარი ტექნიკა. გაითვალისწინეთ ეს სწავლება ჩემ. ოკეი, საინტერესოა. და ტასოს თუ გადავუღებდი ფოტოებს? კი, და ტასოს რამე დავიხმარდი კიდეც რამე გადაღებებში თუ კოსტუმებში ერგო და არ მოვიდა დამიჭირეთ. არა, მე რაღაცები მატარებია და. ოკეი, თუ გაქვთ გამოცდილებიდან გაიხსენეთ ყველაზე ცუდი, უიღბლო ან უცნაური დეითი. მე არ მგონია უცნაური დეითები. ანუ ერთადერთი ის იყო, რომ აი გამოგივლიყავდა წავიდა სადმე დავსვდეთ და რაღაც რო გამოეწყობი და მაღალხსლიანებზე შედგები და პირველივე დრაივზე რო ვაჩერებს ყავის საყიდლად. ეგ იყო. დრაივზე გაჩერდით, მე რა მოხდა? ყავის საყიდლად მეგონა რომ სადღაც მივდივართ, უნდა დავსხდეთ პაემანია, ყავა უნდა დავლიოთ ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე თუ რა. მანქანაში დარიეთ ყავა და დაიშალე. ხა. მე დავიშალე ყავა. ოკეი. წადი შენ. მე ყავას დავნე. ხო, ყავა დავიტავა, კი. ეგ იყო, უცნაური არაფერი არ ხდება ხოლმე. შენ რა სიტყვა? მე რაღაც ეგ არ მახსენდება იმენა ცუდი დეითი, მაგრამ რაღაც აი როგორ თქვი რაღაც ცუდი სიტუაცია თუ რაღაც. ხო, რავი, ანუ უცნაური, უფრო ცოტა ცუდი საქციელი. ესეთი ის მახსენდება, ცოტა recent-ა ალბათ, არ ვიცი, მოვყვები, ოკეი. ძალიან რენდომ გადავწყვეტეთ, დაგველია ლუდი
მეგობრებმა სპაში ფაზაკლება არ იყო და მე წავედით ეგრე პირველი ბარში რა. მარტო ფაზაკლები ეგ შეგიძლიათ რა დამარეთლეგოთ მაგას. ლუც შანსი არ არის. სხვა რაღაც ბაზარი მაგრამ ლუც არ ვიყიდი ფაზაკლების გარშე. ხო და წავედით პირველი ბარში ეგრე ერთი ლუდი და მან ბარმენი მოვეწონესავით რა, რაღაც სიტუაცია იყო და რაღაც გვიანი იყო დაიკეტა რა ბარი და მე წავედი რა. ბარი დაკეტილი იყო და ბარმენი იყო? ხო, არ ბარი დაიკეტა მე. ხო, და ბარმენი იყო და დაიკეტა და დაშლა მოგვიწია რა. ჩვენც დავიშალეთ. ხო და მე გავედით რა და დავიწყენეთ მაკაცებთან რომ აუ მეთქი აუ სყვირი ვარ რომ მოვეჭველი უეჭველი ნაპოლისორიანი რა. მე უეჭველი მოვეწონე და მეც მომეწონე მხოლოდ და რაღაცა და უსე მანქანა აყენებს რა. ეს გოგო არის საჭესთან რა. აბა რა ხდება? მეთქი არა. შემიდე რა ხდება? მაკაცმა ეგრევე რავი რაღაც გასტაბილურა სიტუაცია მე ეგრევე და ავისა ხაბარში აბა ვქენი. აბა და ისა მაკაცმა ეგრევე არა ხაბარში გვინდა წასვლა და გაგვიყვანეო რა. ოკეი. წავედით რაღაცა იქ ვისაუბრეთ გზაში რაღაც ძალიან ფან რაღაცა. ოღონდ აღარ წამოყვა მე ბარში რა. და მე იქ სხვა ბარმენი გავიცანი რა და მე რამე მაგ ბარმენთან ვიწეკი. ბარმენი ხო იყო და რას დაეძებ? არ ვიცი რაღაც ეგეთი ის ქონდა მაგრამ ეს ალბათ არ ვიცი. არა ბოლო მომენტში კითხა. ბარმენი ხო ხარ? კი. ეგეთი თვალი ვიყავი, არ ვიცი აი რაღაც მაკაცების მიზნები. არ დალიოთ ფაზაკლებით ლუდები. და კარგი სიტუაციებში ავარ. ოკეი, შეგვიძლია შევსვათ პირველ შოთი. ოკეი. აბა. გადაცემას გაუყვარდოს. გაუმარჯოს. მოკეიფე გოგოები თუ. აკავე დალიო უკვე? აუ კი. ქართულები რა უყარდა ეს. ყველა მოკეიფე კაც გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ოკეი, კაი, მომიყევით თქვენი red flag-ები. ნახო. დაიწყო. აპოლიტიკური. რატო? არა, მე მოსი აპოლიტიკური ხო. რატო? აუ რაღაცნაირად ანუ როგორ არ გიჩნდება კითხვა ეგეთი ვარ რა. ზოგადად ისეთი ადამიანი ვინც რაღაცნაირად რაღაცა დაამუღამა. ან პოლიტიკური შეხედულების გამო შეიძლება დაიცნო ადამიანი? პოლიტიკური შეხედულების გამო გააჩნია როგორი პოლიტიკური შეხედულება თუ ჩამოყალიბებული და რაც არ უნდა იყოს. არგუმენტირებული არის. ნებისმიერ. თუ არგუმენტირებულია და ჩამოყალიბებულია და რაღაცა კი ბაზარი არა და რაღაცებს არსებობს. და ზოგადად ადამიანი ვინც რავი რაღაცნაირად ერთ ხაზს რაღაცნაირად იპოვის და აი რაღაცნაირად შეკეტილი არის გარშემო და არც დის ახალ რაღაცებს რა იქნება ეს ხელოვნებაში, მუსიკაში, რავი ფილმი რა ნებისმიერი საკითხი. ასე. ოკეი. ანუ რაღაც სიახლეების ხო. ოკეი. დასრულს გეტყვის. ჩემი red flag-ები ბიჭში არის ფემინურობა პირველ რიგში. აი ცოტა ძალიან პლანჭია ბიჭები რო არიან, ეგენი არ შემიძლია. უსაქმურები რო არიან კიდე. ეგეთიც აი სულ როცალია კაც, ეგეთი საშინელება არაფერი არ არის. რაღაც გეგმები რო არა აქვთ სამომავლო, ძალიან ეჭვიანი არ უნდა იყოს. აი ავადმყოფურად ეჭვიანები რო არიან ეგეთი, თორე ცოტა ეჭვი უხდება ხა რა თქმა უნდა. შენც უფრო თითქოს მეც უფრო ვუმტკიცებ ჩემ თავს მაგით, რომ აი ადარდებს და უნდა, თორე მაშინ არ ექნებოდა რაღაც კონკრეტული ეჭვი. ბევრი red flag-ი არ მაქვს. ესე ვთქვათ, ყველანაირ ადამიანს შეგვიძლია ესე გაუგო რა. ალბათ ეგ კონკრეტული რაღაცები არის, რაც არ მომწონს. ძალიან პლანჭია, ან ძალიან უხეშიც. ძალიან პლანჭიაში, ანუ რა იგულისხმება, ანუ რაღაც თავისთავი რო უყვარს ძალიან. აი, ხო, ნარცის ტიპებსაც ვერ ხო, ოკეი, შენ თქო ეს ფემინური ტიპები. ხო, ფემინური. ოკეი. ოდნავ ფემინურები? არა რა, არ ხდება ეს კაც ხო ეს ფემინური. ან ხო. Yeah. In that ხო. შენ ხარ ოდნავ ფემინური? ოდნავ ფემინური ვარ, კი. რა, რაღაცა მე მგონია ზოგადად ადამიანს ზოგადად ისა. რა? ისეთი სიტუაცია რავი რა, მე ზოგადად ბალანსი მგონია. მე რომც მინდოდა ეს ვერ მექნება ახლა. მაგრამ გექნებოდა შესაძლებლობა რომ მქონდეს. რა? ნაცნავი? ნაცნავი არა, მაგრამ ზერითმა მექნებოდა თუ მომიხდება რა ვიცი რა პრობლემა. არა, ჩემი აზრით მელოტი უფრო გიხდება, მაგრამ ნაცნავი მოგიხდებოდა მგზად. ეგ არავინ არ იცის. რა მელოტი დაიბადა? ხო. ხო. კი, ეგრევე
მან თქვეს, რომ თან წონად დაისარო თქოს, მელოდიაო ეგრევე თქვეს. ნაწილობრივ ფემინურების გაგვიმარჯოს. გაგიმარჯოთ. ამაში ყველას შენ თქვენი ცხოვრება და თქვენ სხვა ადამიანები ხართ. აქვა პარკში ხართ? ხო. შენ ახლა ხარ შემოსრიალდი ოკეი. და ახვედი ისევ ხო, ოკეი. შემოსრიალდით რა და ხვდება ის რა ქვია, ტასო რიგში. ოკეი. ანუ შენ მაგრაგინე რო ჩახვიდე და ეს არ გიშვებს რა. ოკეი. ანუ ჩემი ჯერიაო შენ ეუბნები და უცებ ანუ ამ პოლემიკაში მოგეწონა ტასო და მეო დაპატიჟო. ანუ შენ ტრუსით ხარ? ის რა ქვია, ბიკინით და ამბები და მე შეგიშვა, ალახიანია. თივა ხო არ გაქვს მოგწმენდა. მე თხოვ გამიშვი რა. ისე წავალ ცუნამის. ალახიანია. რატო? ანუ ცუნამი. დაფიქრდი რა. ტრალია. მოდი რა. ტრალი ხარ? მოდი ცუნამი. ტრალი. არა. შენ რა არა ხარ? რა ვარ? აი შენ რეპერი. რეპერი? კი. გაგირებო გიგა. ალახზე რო გაგვირა. ალახზე? არა, მე უფრო რა, მაგ დაწერილები რა. ემებდუმი, იცი? მე ვარ. შენ ტრალი ხარ? არ ვარ თვალი. კი. მე არ ვარ თვალი. კი, რა. აი ხა გავარკვევ რა, ის ხო ის ტესტი რა, ესე რომ მე ტრეპის ტესტს გავაკეთებ რა. და Damn stick cats get kidnapped. There was a statement to the press. Let the rest know who did that. Mental face terrorists claim responsibility. You know. იო. Siko psycho throws a dick around. იო. მოგეთ პირობა გქონდა შენ რა? მე უნდა მეჩუჩუა ყურში რაღაცები შენთვის. ხო. ოკეი. მე პირია და ტუჩების მოძრაობის გარეშე უნდა მესაუბრე. პირველი რა იფიქრე რა ქონდა პირობა? კბილი ქონა ამოღებული. კბილი ქონდა ამოღებული. ხო. შენ რა იფიქრე ამას? просто მთრალი იყო? ხო. და მე სიტყვაც მქონდა ეგრე ეგრე მთრალი. გამოგვეცნო, იქ თამაში ნაწილია. არა. შულები არის წერ მომეჩ. გინდა ფუნები. დავამატოთ. ურთიერთობაში თუ ყოფილიყავთ? კი. ყოფილან. კი. რამდენი ხანი გაგზავნა შენ ურთიერთობა? ერთი იყო 2 წელი, მეორე 3 წელი. მეორე 3 წელი. ბოლო იყო ბოლო იყო 3 წელი. 3 წელი. თუ საიდუმლო არ არის, რატო დასრულდა? რა დეპრესია მქონდა და არ გამოდიოდა რა. რის გამო მქონდა? ურთიერთობის გამო მქონდა? არა, ზოგადად რა. ზოგადად. რაღაც ფაქტორების გამო. და ვერ შედგა. ხო რა, ანუ ძალიან ჩემი აზრით, რავი, ძალიან იტანჯებოდა რა, ესე ვთქვათ რა. და მასზე იზრუნე და არ ვიზრუნე, უყვარდა და ანუ მოკლედ გაუშვა. რა ბოლოს მოვწი ამ სიტუაციას. ესეთი ბოლო. კი ბატონო. შენ რომ მოგვიყე, რამდენი ხანი გრძელდებოდა, რატო დასრულდა? ყველაზე დიდხნიანი ურთიერთობა 3 წელი იყო და ყველაზე ცოტა ეხა ბოლოს სტავკა. აი მე-3 წელს სხვანაირად იცნობ ადამიანს და მან წყვიტავ რა, გინდა თუ არა მე და თუ არ ეგ მე-3 წელი. მე-3 წელს ხდება ეკო. მეორე წელს რა ხდება ხოლმე? მეორე წელს ცოტა იღლებით ერთმანეთით და მე მე-3 წელს მაგიტო აი ეგ უნდა გადალახო. ხო, ეგ უნდა გადალახო. ტრამპლინივით მე მე-3 წელს უფიქრდები, გიღირ თუ არა სამომავლოდ მაგ ყველაფერს გადალახო და ანუ მაგის დამხედვით იშლებთ. ერთად გაკვება რომ წელს ხდება? იო. ეგ არც ერთ წელს არ უნდა იყოს დასაშვები ჩემი აზრით. აი რაღაც ძალიან პირადი შენი სივრცე, რაც შენთვის უნდა დაიტოვო და რაღაცები. ძალიან გვხვდება ან. ხო, ახლა შემთხვევით თუ გაეკუა ჩემ საყვარელად. აი გესაყვარება. აი საყვარლება, მაგრამ არ შემიძლია ალბათ. პუწები ვიტკიო. რამდენი ხანი გავი? აი 3 წელი ვიყავით, ხო. ყველაზე დიდი პირველი სიყვარული რაც ეგეთი რა. რატო დასრულდა? პატარები ვიყავით, ჯერ ჩვენ თვითონ არეულები, 17-ის ალბათ ესე 15-დან 18-მდე. ყველაზე მეტად რაზე დაიქრინჯე? აი გოგოსთან. ზოგადად? ხო, აი გოგოსთან. გოგოსთან მიმართებაში?
აუ მაგარი რთულია ჩემი დაკრინჯო, ანუ ყველაზე მეტად ვიკრინჯები იმ გოგოებზე, რომლებიც იქრინჯებიან ხოლმე და მაგაზე ვიკრინჯები ხოლმე, ამაც. ანუ აი არ შემილია. ანუ ყოფილა ეგეთ შემთხვევა, რომ შენ რაღაც ისეთი გაიკეთები, რომ დაიქრინჯა გოგო და შენ მე ამას დაიქრინჯა. არა, ანუ დაკრინჯო არა რა, უფრო ევხერხოებათ ხოლმე რაღაცები. მაგალითად რა? არ ვიცი რა, ტრიალებ დავხტივარ ხოლმე, რაც რენდომად ქუჩაში ვიცეკო და რაღაცა და ვიღაც ნაცნავი ხარ ფიგურირებ და რა. ნაცნავი? ხო. რაღაცა ვიფლირტავებოდი ისე და ვაიმე ეს რაყლეობას აკეთება ბოდიში ამ სიტყვას. არა, რაფერი ეგეთი არ ყოფილა, უმეტესად რავი, თუ იქრინჯებიან, იქით იქრინჯებიან ხოლმე. მე ვერ ვიქრინჯები. არ ვაფშე ანუ ეგ იმენა, ანუ ზარავს. ოკეი. შენ ხარ ქონი ეგეთ შემთხვევა? იცი რა, სანამ ვიტყოდი რომ აი ქუჩაში დავრბივარ და რაღაცები, მე ვფიქრობდი რა მქრინჯავს ზოგადად მამაკაცში რა. ქუჩაში სტრიბილი. აი ხო, ზედმეტი აქტიურობა საზოგადოებაში რა, აი რომ დავდივარ ხოლმე. პროსტო რო დავშეს. დავრბივარ და მე ვკატა. და ხალხს რო ესალმება. ანუ ხო და ის დაჟე რა სალამაშა. იცი რა არის ცხოვრებაში რაღაც ბედნიერების, აი ძალიან ზედა ლეველები, რაც იმდენად ბედნიერი ხარ, რომ აი შეგიძლია ქუჩაში იხტუნო და რაღაც შეიძლება გქონდეს ცხოვრებაში ეგეთი მომენტი. მაგრამ სულ ეგეთი გიჟივით ანუ რა სალტებს არ ვაკეთებ, მაგრამ რავი რომ მუსიკა რომ მისწოდება, რავი წავიცე. დადი ხარ რაც აკვა. კი. დაჟე ფეხი რაზომად მითხარი ეგეთ გორბებიან ფეხსაც მოსაგიჩი. ეგ რო ჩამიწეროთ რა თუ შეიძლება. დავიქრინჯე მეც. არის დაბლ კრინჯი. კრინჯი მეჩები ვარ. საინტერესოა, მაგითიც კაიფ შეიძლება. კაი, ყველაზე ესეთი ექსპრესიული რა გაიკეთებია. ექსპრესიული? აი, გარესივრცეში რა. არ ვიცი რა. მე ვერ ვთვლია მაგ რაღაცებს ექსპრესიულად რა. How ცეკო ხოლმე რა ჯერ. შეიძლება ის რო ხო singing in the rain და დატრიალდები იმაზე ბოძზე. რა ვაკეთებ რა. ბოძი დაგაქთან? არა, ბოძები იჩიტება. მეტრო შოჩადი ხარ და ახლა დადგება. რომელი? წავიდა. არა, ეგეთი რაღაცები. ვაუ. არ მახსენდება, მაგრამ არ ვაკვირდები ეგეთ რაღაცებს. ოკეი. შენი აზრით რა არის გიოს მინუსი? ფემინურობის კარგი ხო? და შენ რა ფიქრობ რა? კაი, 3-4 შემოატრიალ. ექსცენტრულობა. Oh my god. Ooh, damn. ექსცენტრულობა. ანუ გასაუბრების დროს რო ემგარია ხო ესეა. მინუსი რა? hard working. ესე ბოლომდე მიმაქვს აქ. ბოლოს ვაკეთებ რა. ძალიან ბევრს მუშაობა. ეგ ჩემი ვიღლე. ძალიან. შენი აზრით, ყველაზე მეტად რა უხარია გიოს? რა საინტერესოა. არ ვიცი, მე დავიცოდე. აი, ყველაზე მეტად რა ანიჭებს ბედნიერებას რა? ოკეი, დავატევით red flag-ი ხარ დავამატოთ რამე. სუძე ნუ ფიქრობს. არა, ჩემთვის კაი არის და. ერთი შემოატრიალოთ ისე. ანიმეებს ფიქრობდი. მართლა? Wow, let's როგორ go. წამოვიდა? ხელოვნება რა. ეგრევე ანიმეს ხმა ხელოვნება. ვატაშიდა. ხო, ანიმებაშიდე, ვატაში. ვატაში. ვაუ, არ მეგონა, მე მეგონა ძალიან რაღაც და. მე ჰაკუ მახატია ხელზე. ჰაკუ? ვაუ. ორივე უყურებთ ანიმეს. არა, არა, ისე დაიწყება. მე მაგნა. პოზერა. შენი აზრით რა არის საქციელი, ანუ ყველაზე ისეთი, ანუ გიჟობა, რაც გაუკეთებია ტასოს შენი აზრით? მე მუსიკალური ჟანრის მკითხა ცოტა მარტივია. გიჟური. ქორწილში აი. ანუ რა ყველა იმეს თუ რამის თქმა გინდა თუ აი ეს. ანუ ყველა არაადეკვატურია რა შეიძლება გაეკეთებინა ტასოს. აი დავფიქრე. მეორე სართულიდან გადახტომა ხო? ვაიმე გამახსენდა და აი ბოდიშს მოვუხდი ყველას თვალში. ბიო მოაწევინა ბავშვებს. ვაიმე, ეგ რა გავაკეთე? მაგარი ასწრებს ბავშვები. მე დააყენა 5 ბავშვი და ბიო იკლა. მაგი კაიბია. ოკეი, ყველაზე გიჟური რა შეიძლება. რაღაც ამოციოთ ხალხ შენ. ნო. აი 3-4 ვაიმე, მე უნდა დავფიქრდე.
მიდი არა პრობლემა რა. ტელევიზიაში ყოფილს აჯვა. Body shit. არ ვიცი. აპარატურა გავუთიშა შემთხვევით მზესუმზირის ფესტივალზე DJ-ს. და შემთხვევით თუ მიხვედი და უკაცრავად მაგარი. არა, ეგ არის ჩემი ყველაზე დიდი ტრამვა და არაადეკვატურო. ანუ ფეხ გამომედო. გასული ხალხი რომ აუ DJ არ ვიცი გასული რას ნიშნავს. მე იქ ვიყავი, მაგრამ ფეხ გამომედო აპარატურის რაღაც ანუ მიხვდე რომ იყავი? ხო, რა თქმა მარტო როდესაც ხარ ასაკეთებ. მარტო როდესაც ვარ ვფიქრობ. წევარ და ვფიქრობ. ბოლოს რაზე იფიქრე? ჩემ ხაზზე. ტანსაცმლის ხაზზე. აი მაგარი ეგ ისეთებია რაღაც რომ ვეღარ იძინებენ. მოვიფიქრე ის რომ არ იქნება სტანდარტული ჩემი ტანსაცმლი. რაღაც ისეთი შოუ უფრო. ოკეი. როგორი სტილი იქნება მარტო? შოუ იქნება უფრო ბრჭყვიალა თვალსაჩ რაღაც გამოსაჩენი, აი რომ და ასკეთს რო დაინახავ და ერთი კონკრეტული ზანრო. მე გადავიღებ. მე გადავიღებ. გადაიღე. ჭამ ხოლმე? პაპარაცები იქნებით ხოლმე იქ ისე. თუ ამისი პირგაღებული მესმა და ჩემსაც გაიგებს. არა, მესმის მაგრამ რა თქინდა თორე. არ ვიცი. შევყევი ნაცნობს. შევყევი ნაცნობს ეგრე. გაქვთ ეგეთი რამ? ანუ რაც გააკეთეთ თქვენი ცხოვრების მანძილზე და დღემდე რო გწვენიათ რა. არ ვიცი, დებილობა გამახსენდა, არაფერი. აი ეს წეღარო დავწერე. ოკეი. რა დაწერე? ოკეი. აი, ეგეთია, მე გავიგე. აი, ოკეი. მე არ ვამბობ. რა პარტია? არა, შენ გაკლეზე შო. არა მაგარაცასო. არა მაგებს დინარე ზღვა ეგეთი. შეგიძლიათ ხო? არა, სხვა რაღაცასო. მე ბახში რო ვიყავ. ბახში რო იყავი მე. თოვლის ბაბუა იყო. ბახში იყავი? დაიცეცავს მუსიკა ჩართეთ დრამატული. ბახში ნაცნავი ქონდა? არა bro, არა, მაშინ მარტო ხუჭუჭები. მოკლედ თოვლის ბაბუა იყო მოსული. ბიჭო მაცადა ძალიან დრამატულია. როდიდან გაკ? აუ ერთი 4 თვეა. 4 თვეა ამ ხელნაცნავი? ბიჭო, ანუ მარტო ამას კი არ ვიცდიდი, ანუ დიდი იყო და მე ოკეი. დრამატული მუსიკის სერკა იქნებოდა მეტყო ეს რომ მოეწოდა ორ მაგარი მე სპოტლაიტი მაგ დრამატული მუსიკა. მაგას შენ თაკეთებ ხოლმე? ბიჭო, არ ვიცი. მე არ ვიცი. მართლა იმენ ეხლა რაღაც გადაგავაზე. მე თქხოთ დამიწერით. ოჭა. დრამატული მუსიკა და ბახში. არა, იცი რა, დიდი გამოუშვა. სახშიას ვფიქრობ მაგდას. ოკეი, კარგად მიიღეს. შეგ. შენ ხარ. ოკეი. შენ ხარო? მე კიდე რაღაც მოვიგო. მიდ. დრამატული სიმღერა. ხო ისე. შენ მუსიკაში ხარ დარწმუნებული? დისკლეიმერი იყო ყველაფერი. ოკეი. მიდი შექმენი ფონი ცოტა შევყავთ. ბახში ვიყავი და ოშ კიდე მაგარი გამახსნა. ბახში ვიყავი და თოვლის ბაბუა იყო მოსული. ყველამ თავისი ლექსი თქვა. მე გულის პულს მომიმატა და თოვლის ბაბუა. მე ლექსი არ მახსოვს. დომ. და საჩუქარი გთხოვ მაინც მომწარი. ხო. თუნცა საჩუქარი. ბრავო. ძალიან კარგი. პირველად თქვი ეს კამერაზე. თუ რამე კითხვა არ გაქვს კიდევ, შეგვიძლია ბოლო ნაწილამდე გადავიდეთ და თვალები უნდა დახუჭოთ. ხელი გამოვწიოთ წინ. სანამ არ გეტყვით არ გაახილოთ და ცერათის მოძრაობით მანიშნეთ მოგეწონა თუ არა თქვენი მეწყვილე. ესე შეიძლება? არა. Fuck. კაი, ხელი ჩამოწიეთ. რა დაიწვი თავი? როდის დავიწვი? ხელი ჩამოწიოთ და თუ ერთდროულად ვერ აკეთებ მოსაკვეს ერთად. გამოდის. კაი, მაგრამ თუ დაიწვა რა ვიცი. რატო ჩამოწიეთ? უნდა ჩამოწიოთ თუ არა? რატო? რატო ჩამოწიოთ? რა შვები შე? და რატო? რას მიწუნებ თქვი პირდაპირ? არა, ძალიან cool და fun. აი ერთი. მაგრამ ფემინური ბიჭები არ მომწონს. და თავი დავიცავი. Yep. არ ვიცი, რავი. We know.
რა დაუწუნე? არც არაფერია. Rejection სამბავი იყარა, იმიტომ რომ დაახლოებით ფიქრობ არა, რომ მე- მეც მასე ვაკლებოდა ამ ფემინურობიდან, ნაწნავიდან და რაღაცეებიდან გამომდინარე და მე ის რო არ დარჩენილიყო. დარჩენი ისქენი? ხო. Damn. ხანტო რა ვირას გედაქალებოდიო რა. ხო და. მეორე მესამე ნახო ბიჭორაოთ, ყავადავლიოთ. ოკეი, ხო და ეგ გავაკეთოთ და მე ისა არა, всё, შენ გადაწყვიტე უკვე, всё. მართალია. ხო, всё მე აღარ მინდა. всё, არა. თუ ვეღარ ვლაპარაკობ. არა. აღარც გედაქალები მარჩა. კაი, დიდი მადლობა გიოს. მაგარ ნალექი. დიდი მადლობა ტასოს. მადლობა მინუსვან ბარს.